Რაღაცას რომ მიაღწევ, ის უნდა შეინარჩუნო, ან კიდევ უფრო უნდა გაზარდო. მაგით ვარი ყოველთვის დარბაზის სავსე და ქალაქი ჩერდები. როდესაც საოჯახო მანქანას ეხება, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უსაფრთხოება, სივრცე და კომფორტი. და მაგას ყველაფერი რაც გაქვს უნდა ჩადო ბოლო დარჩენილ 3 წამში. გამარჯობა, მე გაგავარ ზიკერიდან და ველოდებით თოკო შენგელიას, რომ ახალი ზიკერ 009-ით გავისეინოთ ქალაქის ქუჩებში. Სადაც თოკო მოგვიყვება თავისი ცხოვრების, კარიერის და მომავალი გეგმების შესახებ. როგორ ხარ, თოკო? ძალიან მაგარი წელი ქონდა მართლა. უფლის ყალობთ. კი, ნამდვილად. რას გვიყვი ამ შემდეგ ოცნებაზე, რომელიც ამ სულ ახალი ამბავია, ხელსხელი ექსკლუზივი არის, შეიძლება ითქვას, რომ ბარსელონაში გადახვედი მოკლედ ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ. კი, ძალიან გახარებული ვარ რა, ანუ ყოველთვის სანამ რეალურად ხა პროფესიონალურად დავიწყებდი კალაბურთის თამაში, ხო, ეს ბარსელონა როგორც ფეხბურთი, ესე კალაბურთი ძალიან მიყვარდა ეს გუნდი რა. და მე უკვე პროფესიონალურად დავიწყე თამაში, უკვე მარტო ფეხბურთის ფანი დავრჩი, გულშემატკივარი, იმიტომ რომ ბარსელონას წინააღმდეგ უკვე თამაშობდი და ეხლა თან ეთამაშო და თან მაგათ გულშემატკივარი ვაგი არ გამოდის. ნუ ბოლო 3 წელია უკვე დაინტერესება არის მათგან და როგორ იყო იცი რომ აი თითქოს გამოვიდა, მაგრამ რაღაც ბოლო მომენტში ვერ გამოვიდა. მაგრამ ჯამში მივედით იქამდე, რომ ჯამში იქამდე მივედით, რომ ვირტუსის ჩემპიონები დავტოვეთ და ბარსელონაშიც მივიდით. ჩემპიონობას რაც შეეხება, ბასკონიაში ვიყავი, როდესაც ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და აბა გამოიცანე ვის მოვიგეთ ფინალში. ბარსელონას. კი, ბარსელონას მოვიგეთ. რა არის აი მიზეზი და რა არის ფორმულა, რითაც ესეთი მაგალი დონე გიჭირავს ამდენი წლის განმავლობაში? რა არის ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ რა, რომ ყოველთვის რაღაც მიღწევა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ამ რაღაცის შენარჩუნება. ბევრი ვარჯიში, ბევრი დისციპლინა და მენტალური მხარე რა, რატომღაც რა არ ექცევა მენტალურ მხარეს ყურადღება, როდესაც პროფესიონალი მოთამაშე ხდები, ხო, იქ უკვე ყველა ფიზიკურად ძლიერია, ყველა ესვრის უკვე თითქმის. ამიტომ ეს ჩემი აზრით ეს განმასხვავებელი რაც არის, რომ შენ გაგასხვაოს სხვა შენაი მოთამაშისგან არის ეს მენტალური მხარე. სამზადებელი ვარჯიშები გაქვთ რა, ემზადებით ძალიან მაგარი ევრობასკეტისთვის. მე-6-ზე კი. რომელიც ერთი მეორეზე მაგარი თამაშები იქნება, იმიტომ რომ ისეთი ჯგუფი არის, რომ კი, თავიდანვე ვიწყებთ ესპანეთით. მე აგზელებთ? მე საბერძნეთი გვაქვს მე მგონი. იტალია, იტალია, ბოსნია და ბოლოს მასპინძელი კვიპროსი. ანუ მე ძალიან მიყვარს, რომ ყველა თამაში საქართველოს ნაკრების კალაბურთში, უკლებლივ ყველა თამაში არის მიგაჯაჭვებს ტელევიზორთან რა. ან მოედანზე როცა ხარ, იმიტომ რომ კი, იმიტომ რომ ემოციურად მაინც ყველანაირად ჩართული ხარ, მარტო კალაბურთს არ უყურებ რა შენი ქვეყნის. კი, ანუ დამატებით. თუმცა არა მარტო ქვეყანაზე, ანუ არის ის, რომ ისე თამაშობ და ისე იგრძნობა რა, თავდადება იგრძნობა მოედანზე, რომ მაყურებელზე გადმოდეს ეგ და მაგით ვარი ყოველთვის დარბაზის სავსე და ანუ ქალაქი ჩერდება რა ზოგადად და ეგ არის ზეიმი. ძალიან დიდი გულშემატკივრობა იქნება წელსაც დარწმუნებული ვარ, არ იქნება გამონაკლისი. კი, ანუ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სახში თამაში რა, შენი მაყურებლის თამაში, იმიტომ რომ თითქმის ყველა ჩვენთაგანი ზუსტად მაყურებლის პოზიციაზე ვიყავით, თუმცა პატარები ვიყავით და ნაკრების თამაშობთ და მოხდები ხა ჩემთვის იყო რაღაც ყოველთვის ვიძახი ამას, რომ NBA-ში თამაშამდე ჩემი მიზანი იყო საქართველოს ნაკრებში თამაში რა და ხლა იქ უბრალოდ გავარ მოედანზე კაპიტნის როლში. ჰიმნის დროს აი ეს რაღაც ის მახსენდება ხოლმე ეგ მომენტი რა და ძალიან ემოციური დატვირთვა აქვს მაგას ჩემთვის რა. რომელი არის ის თამაში, რომელსაც ყველაზე მეტად ითამაშებდი, რომ ეგეცეს კიდე საშუალება მომავალში გამეორების? ძალიან კარგი შეკითხვა ეგ და მაგ შეკითხვას ყოველთვის პასუხობ, რომ დიდი იმედი მაქვს ეგეთი თამაში მომავალში იქნება რა, ეხლა არ მინდა რომ უარსებულ თამაშებზე დავარქვა ეგ დიდი იმედი მაქვს ყოველთვის სამახსოვრებელი მომავალში. ასევე ძალიან საინტერესოა დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის ის დაძაბული მომენტი, რომელიც
ხშირად მეორდება კალათბურთში, განსაკუთრებით ბოლო წამებზე, როდესაც ტაიმაუტს იღებს ერთი გუნდი თუ მეორე გუნდი და აი რა ხდება ამ დროს, ანუ გუნდში რა მოხდია და აი ეგ მაგაზე რო გველაპარაკო და მოგვიყე ყველას ქონია რომ იოლად მოსაგები თამაში არის ყველასთვის სასურველი რა რომ მარტივად მოიგო წახვიდე სახში მაგრამ ჩემთვის პირადად ესე არ არის ყოველთვის დაძაბული თამაშია ბოლო მომენტებში უკვე შემოდის ეს წეღარაზეც ვისაუბრეთ რა ეს მენტალური მხარე როდესაც ყველა დაძაბულია როდესაც ყველა დაღლილია ხელები მძიმე გაქვს ფეხებს ვერ ამოიხოხდები უკვე ანუ აღარ შეგიძლია მაგრამ აი ეს ყველაფერი რაც გაქვს უნდა ჩადო ბოლო დარჩენილ 3 წამში როგორც ვიცი, ყავს რამოდენიმე მანქანა. ანუ გიყვარს ავტომობილური ხარ და ყავს ავტოპარკში რამოდენიმე მანქანა. რა მანქანებია? ყავს Humvee, სამხედრო Camry, H1 და ახლა ხან შევიძინე Ford Mustang Boss 302 79 წელს გამოსული. განსაკუთრებით საინტერესო ეს ხო ვინტაჟური მანქანები მიზიდავს. ბოსზე კითხავ, ანუ აი რატო ბოსი პირობითად და თუ თქვა muscle car-ი გიყვარს, რატო არა Camaro ან Challenger-ი ან Charger-ი? ბოსი, იმიტომ რომ ესე რო გითხრა რომ მე ბოს ვეძებდი, ესე იყო უბრალოდ გამოჩნდა კარგი ვარიანტი, რომელიც არ იყო ხელმენ გასაშვები. დამირეკა ჩემო მეგობარმა და მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება რა. ჩემი dream car-ი, ვინტაჟური dream car-ი მოცნების მანქანა ალბათ ვიტყოდი რომ ელეონორი იქნება. კინო. ხო, კინო. თქმა უნდა. ნიკოლას კეიჯით. 60 წამი. 60 გატაცება 60 წამში. ხო. და იმედი მაქვს რომ მაგასაც შევიძენ, რასაც რომ ძალიან მაგარი მანქანა არის, ნამდვილად კინოს გმირი არის. ფოტოშორის მან ყავს თუ სწორედ მახსოვს 80 მანქანა უნდა მოიპარო, არ მახსოვს ზუსტად და ყოველთვის ვაპაუზებდი მაგ ფილმში რა მანქანები ეწერა დაფაზე რა, ანუ ძალიან მაინტერესებდა გარდა ამ ელეონორისა, ბევრ საინტერესო სხვადასხვა მანქანებს იპარავენ და მიყავთ მოკლედ გემზე. რა იყო ჩამონათვალი და ბევრი საინტერესო მანქანა არის, ანუ ვიღაცამ ნამდვილად ავტო ენთუზიასტმა იმუშავა მაგ ფილმზე, ისეთი მანქანები ყავს არჩეული. ანუ ზოგადად ვიცით, ყველამ რომ ძალიან მაგარი მამა და ძალიან მაგარი მეუღლე ხარ, ანუ როგორ ათავსებ პროფესიონალურ ცხოვრებას, კარგ მამობას და ქრობას და სამი ბავშვი. კი, სამი ბიჭი, რომლებითაც ძალიან ამაგი ვარ. და ჩემთვის ეს ამბუნებრივია გაგარა, ანუ ცხოვრებაში რაც არის პირველი არის ჩემთვის ღმერთი და შემდეგ უკვე ოჯახი არის რა და ეს კალათბურთის ღმერთის წყალობით რაც მაქვს უბედნიერესი ვარ მე ამითი უბრალოდ ჩემთვის ოჯახი არის ყველაფერი რა ასე ვთქვა და იმის გამო რომ მე გადატურთული ვარ იმის გამო რომ მე დაღლილი ვარ იმის გამო რომ მე გზავრობ და რაღაც არ მაძლევს მე იმის უფლებას რომ ჩემ ოჯახს ყურადღება მოვაკლო ან ენერგია მოვაკლო მით უმეტეს ბავშვებს ხო იცი არ აინტერესებთ და რაც უნდა აინტერესებთ არც მაინტერესებთ არც ერთი წუთი ნუ როცა დასვენების დღე მაქვს მაგალითად და სახში ვარ აი ხა უკვე რაც ბიჭები წამოიზარდნენ ცოტა აი გარეთ გასვლის აუთდორ რაღაცების გაკეთება გვიყვარს რა კახი არის უფროს ხო? კახი არის უფროს კი 11 წლის კაცი ხო დიდი ბიჭია როგორც სამი შვილის მამა და მეუღლე. საოჯახო მანქანის შერჩევისას რა კრიტერიუმებია, რასაც ითვალისწინებ და გამოყოფ და არჩევ ყველაზე მეტად? ჩემთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უსაფრთხოება, სივრცე და კომფორტი. ნუ რაც ზიგერის შემთხვევაში სამივე საკმაყოფილებს. სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ამ მანქანას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა მანქანა არის 800 ცხენი ზალამდე დაახლოებით და ერთი დამოხტვით შეუულია 800 კილომეტრამდე გაიაროს. ანუ ამ მანქანის შემთხვევაში ბათუმში ჩასვლა და ჩამოსვლაც შესაძლებელია. ასე რომ და დავამატებდი იმას, რომ ყოველთვის როდესაც საოჯახო მანქანებზეა საუბარი, სიჩქარე ყოველთვის რაღაც არ არის, ხო იმას? არა, რა თქმა უნდა, კრიტერიუმებში არ შედის. არ შედის, ხო და ეხლა დღეს რაც ვნახე ამ მანქანის შემთხვევაში სტერეოტიპი დაამსხვრია, ასე ვთქვათ. აიგიო. მადლობა თურნიკე. მადლობა შენ გაგა. ძალიან სასიამოვნო იყო ამ დროს
შენთან ერთად გატარება ასევე და იმედია ბარსელონას შევხვდებით. აუცილებლად ნახავთ ერთმანეთს ბარსელონაში. წარმატებები.